ირანში უკვე ერთი თვეა, რაც ომი მიმდინარეობს და ვნახოთ დღეის მონაცემებით რა სიტუაციაა. არასდროს ისტორიის მანძილზე მტერს ასეთი დანაკარგები არ განუცდია და თან სულ რამდენიმე კვირის მანძილზე. ასე განაცხადა დონალდ ტრამპმა სულ რამდენიმე საათის წინ პრესკონფერენციაზე, მანამ სანამ საქართველოს ეძინა და ამ პრესკონფერენციიდან მინდა 3 მნიშვნელოვანი საკითხი გაგიზიაროთ. პირველ რიგში ტრამპმა ისაუბრა ომის მიზეზებზე. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არასდროს დაუშვებს ირანს ჰქონდეს ატომური იარაღი. ეს იყო მისი წინასაარჩევნო დაპირებაც და ქმედების გარეშე ეს დარჩება მხოლოდ სიტყვებად. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები იმარჯვებს სწრაფად, დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით. ირანის საბრძოლო ტექნიკა, მისი სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები არის თითქმის განადგურებული, მათი ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გაშვების შესაძლებლობა არის თითქმის განულებული და იარაღი გაცამტვერებული. ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ასეთი სწრაფი და ეფექტური გამარჯვება ჯერ არ ყოფილა. მეორე საკითხი, რაზეც ტრამპმა ისაუბრა, არის ნავთობი და მან ამერიკელები დაამშვიდა, უთხრა, რომ ვენესუელასთან ძალიან კარგად მიდის მოლაპარაკებები და ამის გარეშეც შეერთებული შტატების ნავთობის წარმოება დღეს უფრო მეტია, ვიდრე საუდის არაბეთისა და რუსეთის წარმოება ერთობლივად. შესაბამისად, ამერიკას არ აქვს ნავთობის კრიზისი, ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება ამ ომის დასრულების შემდეგ, რადგან ირანს დასჭირდება თავისი ნავთობის გაყიდვა. თუმცა, შეერთებული შტატები ტრამპის თქმით, თითქმის არ სარგებლობს ჰორმუზის სრუტით და იქ არის მხოლოდ მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე. იმ ქვეყნებისათვის კი, სადაც ნავთობის კრიზისია, ტრამპმა 2 რჩევა გასცა. პირველი, იყიდონ ნავთობის შეერთებული შტატებისაგან და მეორე, გაგზავნონ თავიანთი გემები ჰორმუზის სრუტეში, გამოიყენონ, იბრძოლონ მისი თავისუფლებისათვის, რადგან ირანი ფაქტიურად გაცამტვერებულია. და ბოლოს, როგორია ომის მომავალი? ტრამპის თქმით, ეს ომი 2-3 კვირა კიდევ გაგრძელდება და სწორედ მომავალ კვირებში გეგმავს შეერთებული შტატები მწვავე შეტევების განხორციელებას ირანზე. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ტრამპმა დაანონსა ირანის ელექტროსადგურების დაბომბვა, რაც შექმნის ირანში ენერგოკრიზისს. ამის პრევენციას კი ირანი ტრამპის განცხადებით ვერ მოახდენს. ვიდეოს ბოლოს ტრადიციულად დაველოდებით თქვენს კომენტარებს, გამიზიარეთ თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში მომდევნო კვირების განმავლობაში და იმარჯვებს თუ არა შეერთებული შტატები ისეთი დამაჯერებლობით, როგორზეც დონალდ ტრამპმა სულ ახლახანს ისაუბრა. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.